უხვინალექი ვენახებში დაავადებების გავრცელების წინაპირობაა. განსაკუთრებით საყურადღებო კი ჭრაქია, რომელიც მოსავლის ხარისხსა და რაოდენობას მკვეთრად ამცირებს. სურსათის ეროვნული სააგენტო ფერმერებს რეკომენდაციებით მიმართავს და ვაზის ჭრაქის საწინააღმდეგოდ კომპლექსური ღონისძიებების დროულ გატარებას ურჩევს. სააგენტოს ცნობით, მაისში მოსული უხვინალექი და ჰაერის ტემპერატურის მატება საქართველოს მევენახეობის ზონებში იდეალურ პირობებს ქმნის ვაზის ჭრაქის პირველადი და მეორეული ინფექციების გავრცელებისთვის. შესაბამისი პრეპარატებით სწავლობა კი აუცილებელია. ვაზის ჭრაქი არის სოკოვანი დაავადება, რომელიც არასწორი მართვის შემთხვევაში შეიძლება ძალიან დიდი ზიანი მიაყენოს ვენახებს და სრულად გაანადგუროს ყურძნის მოსავლი. მაისის თვეში მოსული უხვინალექები ძალიან ცუდ ზეგავლენას ახდენს ვენახზე, ამ დროს ჭრაქი აქტიურდება და პირველი და მეორეული ინფექციის გავრცელებისთვის იქნება ძალიან ხელსაყრელი პირობები. სურსათის ეროვნული სააგენტოს მთავარი გზავნილი არის, რომ არ დავავალოთ დაავადების ვიზუალურ გამოჩენას და რადგან ჭრაქში ბრძოლის დროს ძალიან გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მის პრევენციას, ბრძოლის პრევენციას და მინდა რომ ფერმერებს შევახსენო რამდენიმე ოქროს წესი. ეს არის რომ აუცილებლად უნდა ჩაატარონ აგროტექნიკური სამუშაოები, ვენახში უნდა იყოს ჰაერის ცირკულაცია, დროულად უნდა ჩატარდეს მწვანე ოპერაციები, ნასხლავის შეცვლა, ყლორტების გამოხშირვა და რიგთაშორისი ბალახების გათიბო, ბალახის საფარის გათიბო. ეს ამცირებს ტენიანობას და ჭრაქის განვითარებასაც ხელს უშლის. უნდა დაგეგმონ სწორი სწავლობის გრაფიკი. პირველ რიგში პრევენციული სწავლობა ტარდება მაშინ, როცა ყლორტები 10 სანტიმეტრ სიგრძეს მიაღწევს.